პირველებმა კახაკალაძის საიდუმლო შტაბს მივაგენით დედაქალაქის ცენტრში. ჭავჭავაძის გამზირზე უკვე 2 კვირაა რაც ფუნქციონირებს ეს ოფისი. აქ იმყოფებიან ქართული ოცნების მხარდამჭერები, ტიტუშკები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ მელიქიშვილის გამზირზე მშვიდობიან აქციის მონაწილეებს უსწორდებოდნენ. თქვენ კაცში ხედავთ დაბურულ ფანჯრებს, კარს, ამ ტერიტორიას ამ ოფისს არ აქვს არანაირი აბრა, არანაირი ამოსაცნობი ნიშანი, როგორც ჩანს ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ახალგაზრდებს ასეთ გამჭვირვალობას თავაზობს. ეს სხვათა შორის ის მერობის კანდიდატია, რომელიც საკუთარ ბანერზე წარწერების დატოვების გამო ქალებს ციხეში უშვებს. აქ მოვედით იმისთვის, რომ დაგვედგინა რეალურად რა ოფისი ფუნქციონირებს აქ. ეს თუ ნამდვილად ქართული ოცნების ოფისი არის და კახაკალაძის საარჩევნო შტაბი რატომ არის გასაიდუმლოებული? ეს ადგილი ხომ არ გახდა შემთხვევით ტიტუშკების თავშეყრის ადგილი, იმ ტიტუშკების, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების გამო ვეღარ იმკრიბებიან იმ შტაბში, რომელიც კალაძეს აქვს მელიქიშვილის გამზირზე მოწყობილი. რა თქმა უნდა, ეს კითხვები დავსვით აქ, რადგან მთელი ქალაქი აჭრილებული არის კახაკალაძის ბანერები, თუმცა აქ არც ერთი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ არსებობს, არ არის, რომ აქ მდებარეობს სწორედ კახაკალაძის საარჩევნო შტაბი. რა პასუხები მივიღეთ დღეს ამ ოფისში, ამას ახლა ჩვენი მაყურებელი მოისმენს. გულ ქართული ოცნების მხარდამჭერი ხართ ხო? რამე ახალი შტაბი გაიხსნა აქ? ახალგაზრდული ორგანიზაცია. რატომ არ აქვს აბრა? რა თქვენ რომ შუ? საარჩევნო კამპანიაში აბზანდი გარეთ ერთი. რატო ერთი წამი? რატო ჭიდა? აბზანდი გარეთ ერთი წამი მაინტერესებს აქ რა ხდება? რამე კანონსაწინააღმდეგოს აკეთებ? არაფერ კანონსაწინააღმდეგო. რამდენი ხანია რაც გაიხსნა? არ სურს ამას გიპასუხო. გასამალი არ მაქვს არაფერი. ხო მელიქიშვილზე იკრიბებოდით ახალგაზრდები. მივა ყოველთვის როცა. ახლა რატომ ვეღარ მიდიხართ? რისკეში აქციების გამო გადაწყვიტეთ რომ ახალ ლოკაციაზე. აქციები ჩვენ გვეშინია? ნუ ფაქტია. დანაშაულის ადგილს არ გინდათ მისვლა როგორც ჩანს. რომელი არის დანაშაულის ადგილი მითხარი? რაც მოუწყოს მშვიდობიან აქციის მონაწილეებს. მშვიდობიან აქციის მონაწილეები იქ არ არსებობენ. კი, მშვიდობიან. იქ ვინც ვიყავით და ვართ, კალაძეს უჭერთ, კახი ბატონ კახი კალაძეს უჭერთ. ხართ და დაუჭერთ და დაუდგებით ყოველთვის გვერდში, იმიტომ რომ მაგ ადამიანმა თბილისში რაც გააკეთა, არავის არ გაუკეთებია. ეგ წადი და კითხეთ, ეხლა თქვენ წინა ხრაშვილის დედა რომ ცემეს, ეგ ქართველობა? ვინც ცემა ის კაცი ადამიანი ჩვენ არა, რა. რამდენი ხნით რამდენი ხნის დამჭირდება იმდენი? აი რამდენი ხნით არის? აი მელიქიშვილზე ვეღარ მიდიხარ. ვინ გითხრა რომ ვერ მივდივარ? რატომ არ დააწერეთ რომ არის ახალგაზრდული შტაბი? რა არის მიზეზი ამის? ვერ მოეცი. ცხენიათ. რა სისულელს მელაპარაკებ? ქალს აფურთხებდა და აი ამაგარი ხარდამჭერები ყავთ, ხედავთ, აი გადმოუვარდა. შუმა არ გვაქვს, ყველაფერი ოფიციალურად გვაქვს და ყველაფერი როგორც საჭიროა, ისე გვაქვს გაკეთებული. შუმა მაინტერესებს რა საკეთებთ, აი აქ რატომ მიმდინარეობს ახალგაზრდული კამპანია. რა და პრობლემაა? რატომ გაქვთ ესე ჩუმად მოწყობილი ეს ოფისი? შუმად რატოა მოწყობილი? იმიტომ რომ ერთი აბრა არ არის აქ, რომ აქ კარგით, ახალგაზრდული. რა ხან ეგრე გაწუხებთ ეგ ამბავი, ცოტა ხანში აბრასაც დავამე. ჯერჯერობით დაბრენდილი არ არის. ანუ ეგ არის. ერთი აქ ვარ, ხო თქვენმა. მოძებნეთ პრობლემა და მაქედან დავამდინარე. ესე მითხრათ თქვენმა ესე ერთი თვე აქ ხარ, ხო უკვე? რამდენი არა, ხო, ნუ დაახლოებით 2 სამარცხვინოა ქართული ოცნების მხარდამჭერობა? გამარჯობა. გითხარით, რას აკეთებთ, რა დავალებებს გაძლევენ აქ? რას გვეტყვით, ოფისზე რატომ არ არის აბრები გაკეთებული? შეგიძლიათ მითხრათ, რა გაქვთ დასამალი? ისე მელიქიშვილზე ვეღარ მიდიხართ? ვეღარ მიდიხართ იქ და ამიტომ გახდა საჭირო ამ ოფისის აღება? ვერა ხო? მე პირობას გავძლევ, როგორც შენ დამემუქრე წეღან. მე არ დამგმუქრებია, მე არ მაქვს უფლება რომ ვინმეს დავემუქრო. ვინმე მოვა ხელს შემისლის რამე შეურაცხყოფას მომაყენებს, ისეთ საკადრის პასუხს დავწერ. საკადრის რატომ იმუქრებ, ანუ ვის ემუქრებით? ხალხს ემუქრებით? ვის ემუქრებ? მე არავის არ დავმუქრებულ ვარ. ტიტუშკები ვეღარ შეიკრიბებიან ვერსად ამ ქვეყანაში. კითხვები ქართული ოცნების ტიტუშკებად ქცეულ მხარდამჭერებთან არ მხოლოდ ჩვენ გაგვიჩნდა, ეს კითხვები აქვთ აქ მცხოვრებ ადამიანებს, მათ აინტერესებთ ვინ არიან ეს ადამიანები, რატომ დადიან რამდენიმე დღის განმავლობაში სიებით, რატომ არის აი ამ ოფისის ფანჯრები და კარი დაბურული, მათ კითხვები აქვთ ასევე მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, რატომ არ არის აბრა ამ ტერიტორიაზე გაკრული და ხალხმრავლობა არის, როგორც მეზობლები ამბობენ
ამბობენ ამ კორპუსში ცხოვრობს პოლიტპატიმარი ნიკა გვარამიას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები და სხვათა შორის თავად ქართული ოცნების მხარდამჭერება ვინც ჩვენთან დღეს საუბარი ისურვეს თავად გვითხრეს რომ აი ამ კორპუსში სწორედ ნიკა გვარამია ცხოვრობდა და ამ კორპუსში აიღეს მათ აი ეს ფართი სადაც კახაკალაძის საიდუმლო ოფისი მდებარეობს მე ვიცოდი მარტო ის რომ ახალგაზრდები ამ იმაში მომრავლდნენ და ეხლა ესე იგი ქართული ოცნების მხარდამჭერები ის ტიტუშკები ქალებზე რომ იძალადეს მელიქიშვილის გამზირზე დაბურული რომ ესე იგი არ უნდათ რომ შეამჩნიონ ხო მასია თუ დაბურულია მაგას ნიშნავს ხო იმიტომ რომ სხვაგან დაბრულს ვერსად ვერ ამჩნევენ. კი, ბოლო პერიოდში ხალხმარობა იყო, მაგრამ ვისი ოფისია ზუსტად ვერ გეტყვით. უბრალოდ ჩატიდან ვიცი, ჩვენ გვაქვს ჭავჭავად ხუთი ჩატი, ერთმანეთს წერთ ხოლმე რაიმე რო ხდება, რომ მე მგონია ქართული ოცნების უნდა იყოს. აი, პრეტენზიები ხულობდნენ რატომ არა, უბრალოდ ადამიანებს მშვიდო ცხოვრება უყვართ, ხო? ნებისმიერ ადამიანს და რაღაც სიმშვიდე არ იყო, ძალიან ბევრი ხალხი იყო. ვის სიამოვნებაში ძალიან ბევრი ხალხია. გქონდათ ესე დაბურული ეს დაბურული არ იყო კი არა რატომ ჩვენ ვესაუბრეთ ამ ფართის მეპატრონესაც რომელმაც თავდაპირველად უარყო რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს მიაქირავა მისი კუთვნილი ტერიტორია თუმცა შემდეგ როდესაც უთხარით რომ ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით მოუწია ყველაფრის აღიარება ლენ გაწუხებთ ნანუკავა ქაჯაია ბატონ კონსტანტინე როგორც ვიცი ქართული ოცნების წარმომადგენლებს მიაქირავეთ თქვენი ფართი ხომ ქავთარაძის პირველ ნომერში აბა ვინ არიან თვითონ გვიდასტურებენ რომ ქართული ოცნების ახალგაზრდული წარმომადგენლები არიან და თქვენ ახლა იქ მიხვედით? დიახ აქ ვარ და დამიდასტურეს ხო მე და თქვენ მეუბნებით არაო და ვერ გავიგე მიაქირავეთ ხო ესია როდის მიაქირავეთ ვალდებული ვარ რომ პასუხი გაგცეთ როდის მიაქირავეთ უბრალოდ მომატყუეთ ახლა ბატონო კონსტანტინე მე რა მე თქვენ არ გისურვებდა ანუ იცით რა მაინტერესებს აბრები რატომ არ არის გაკეთებული რა საიდუმლო ოფისია რა მე ტიტუშკების შეკრების ადგილია რა გითხრეს რისთვის გჭირდებაო ტიტუშკებს თქვენებს ეძახიან იქითაც და არა ამათ დაბურული ფანჯრები, მოხსნილი აბრები და ყოველგვარი მინიშნებების გარეშე ოფისი აქ არც ერთი ემბლემა არ არსებობს, არც ერთი ლოგო ქართული ოცნების აქ უკვე ორი კვირა რაც მდებარეობს როგორც თავად გვეუბნებიან კახაკალაძის საარჩევნო შტაბი რატომ არის გასაიდუმლოებული ამ ოფისის შესახებ რა აქვთ დასამალი ამ კითხვაზე პასუხი დღეს ჩვენ ვერ მივიღეთ ამ ტერიტორიაზე ჩვენ დაგვხვდნენ ის ადამიანები რომლებიც ტიტუშკობა არიან მხილებული ის ხალხი, ვინც მელიქიშვილის გამზირზე მშვიდობიან აქციის მონაწილეებს უსწორდებოდა და ასევე ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილს სიტყვის გამოსვლის დროს ცდილობდა ლაზერები მიენათებინათ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისთვის იმისთვის, რომ მას ხელი შეშლოდა, რომ არ მიემართა საზოგადოებისთვის. ასეთი არის კახაკალაძის ახალი საარჩევნო შტაბი, ჭავჭავაძის 5 ნომერში არის გახსნილი ეს შტაბი და თქვენ კაცშიც ხედავთ, რომ სრულად არის დაბურული ფანჯრები, კარები და ეს ბუნებრივია აქ ცხოვრებ ადამიანებს ძალიან ბევრ კითხვას უჩენთ.